დღეს თანამედროვე ახალგაზრდები შენი დაკვირვებით რამდენად კითხულობენ წიგნებს? ასეთი კარგი თაობა საქართველოს არც ყოლია. ანუ კითხულობენ წიგნებს. კი, როგორ არა. თუმცა ძალიან სპეციფიურ ლიტერატურას. მაგალითად? დღევანდელ ბესტსელერებს რო გადავავლოთ, თვალი მივხვდებით, რომ მათი ლიტერატურული გემოვნება და ასეც უნდა იყოს, არის განსხვავებული. მაგრამ კითხულობენ როგორ არა, კლასიკა ამ ბოლო დროს თანდათან უფრო ფასდება კიდე და ეგ ამბავი ძალიან მახარებს. ეს არის თაობა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა დამოუკიდებელ საქართველოში. სხვანაირად ვერც იქნებოდა ესე გამორჩეული. ქართულ კი, კითხულობენ. ესაც ჩემი პირადი დაკვირვება, როგორც ამ თაობის ერთი რიგით წარმომადგენლის აზრი და სოფლ გაგება. მე ასე ვთვლი, რომ კი, კითხულობენ. ლიტერატურა არის მათთვის მნიშვნელოვანი. თუმცა ეს თლად კოლექტიური მოვლენაც არ არის. მაგრამ აუცილებლად გამოსწორდება ეს მოვა მაგისტროც. როგორ უნდა გამოსწორდეს? ის ნაწილი როგორ უნდა გავაღვიძოთ, რომელიც არ კითხულობს წიგნებს. და ცოტა შორს არის ამ ყველაფრისგან. წიგნების კითხვა არ არის გარანტია, რომ შემთხვევები აგეხილება ბევრ რამეზე. მასეც ნუ შევხედავთ. არა. აი როგორ უნდა გამოღვიძება რო ახსენე მაგაზე ვამბობ. რომ გამოვაღვიძოთ, რომ წიგნების კითხვა დაიწყონ, იმიტომ რომ იცი რა არის, ეს უნდა მოხდეს სავსებით ბუნებრივად. კითხველი ადამიანი თვითონ უნდა იყოს ისეთი, რომ სხვა რომ დაინახავს, თქვას რომ აი მეც მინდა ვიყო ასეთი. ჩვენ თუ არ ვაჩვენეთ პირადი მაგალითი, ისე რაც გინდა უჩიჩინო, რაც გინდა ეს პედაგოგიური ტირადები წარმოთქვა, რაც არ უნდა გამსჭოლული იყო შენ მორალისტური დარიგებები, თუ ვერაფერს გახდები.